რით შეუწყოთ? მოწესრიგე ხალხი დავყაროთ თუ რა საჭიროები გვაქვს. რა შეუწყოთ ეს რაღაც? აი ამ ყველაფერს მოიძიონ ეს არის ძეგლი როგორც ეს არამატერიალური ძეგლად იქნა აღიარებული და ამის პოპულარიზაციისთვის, ამის ხელშეწყობისთვის. ამაზე სხვა უნდა გავშეშყოლოთ პასუხი. დალის ევალება ფინანსების მოგებულების არა ქვია. მოძიება ამ შემთხვევაში მაშინ თუ დავისვათ შეკითხვა უნდა თუ დავიბაროთ კულტურის ადამიანის სამსახურის ამანიცის წმინდა ფინანსური საკითხი. ისა ანუ თვითონ აღარ გვექნება შეკითხვა და მოვიწვიეთ კულტურული საჭიავის ხელშეწყობა რა უნდა შეუწყოხები? აი ეს გამოყოფებშია და ეს დაკარგული ისინი რა არის ფედერაცია ახლა აგიხსნა ეს ზოგადად ყველა ორგანიზება ტრანსპორტირების ხარჯის და სამსახურიდან არა ბატონო ეხლა გეტყვით რა ქართული ჭიდაობს აქვს საკი ფედერაცია რომელსაც აქვს კალენდარი ზაფხულობით ატარებენ არის კალენდარი რომელიც არის ჩამოწერი ეს არის ღია ნახევარი რა იმაზე ხო გვაკეთეთ დავუშვათ თქვენში გარანეჩის კრაში ჩაგდეს ჭიდაობება თვითონ ათამაშებს თვითონ ყველანაირ ხარჯებს თვითონ გასცემს მოჭიდაობები პაპიროსის ფული ხო არ არის ჩვენ რაში უწყობთ შედილა რა უყიდეთ შედილა პაპიროსის ფული ხო არ არის პაპიროსის ფული აქინაზე კი არ არის აქ არის მოიძიონ რა უნდა მოიძიონ ახლა მაგაზი აქცია შეიმოგულიმაზე რა უნდა მოიძიონ ეს არის ტელეფონის ზარი და დაემატა ეგრეთ რომელი ლეწმული ხელმძღვანელი აი რა დაკარგული არ აქვს მაგაზის თიას უნდა დავუწყოთ ზაიგარს დოკუმენტაციას ახლა ოდესეს გამოგერა უსაჭირო დავიბაროთ მაგრამ მეორეც რა მაინდა-მაინც ის ეხლა შეიძლება 600-ზე გამოყოფილია შეიძლება 1000-ზე გაიხარჯოს და 2000 სიტყვაზე ვამბობ რა ეს თანხა არის რაღაცა გაკეთებული იმით რომ გამოყოფილი არ დახარჯული გინახიაში გამოყოფილი არ დახარჯული გინახიაში ბიზნობრიობა რა ასმელა რა 600-ზე გამოყოფილია 26000 ოდუამინახი არ ყოფილა პროგრამში რა გამიხარჯია და გავაკეთე ბიზნობრივი და არ ქონია რომ ის არის ბიზნობრივი და დაუძახო მაშინ დაუძახო ამიტომ გუში რომ დაგება წინაბერო დაგება და შეგიძლია გეთქვა რომ დაუძახო მაშინ სპორტის სამსახურში ის 1000 ლარიც რაშია გამოსაყენებელი ხო 1000 არ არის აი კომისიის დონეში ატოვარებარო თავს ჩემი არ არის არა ვისიც არის ხა მაშინ მე გეუბნები მაშინ მე გეუბნები კომისიის ხდომაზე მაქსიმალურად ჩამოყალიბდით ხოლმე დაიბარეთ ვინც საჭიროა საფინანსო გაგცაც ამას ევალება მოიძიოს თანხა დანარჩენი მაგაცის სპორტის არ არის არ კომისიის გეთახმებით ეს მეორე გეთახმებით მაგრამ მერტი წუთით რა მოვიდეს ეხლა ბიურო ერთი წუთით ამ კომისიას საწყენად არ მომხრა კომისიების ზარია ამ კომისიებს დაიბარეთ მაქსიმალურად დაგჭირდებათ სამსახურის უფროსი იქნება თუ ვინც იქნება გააქვს მაგის უფროსი ერთად არ ვიყავით იმ კომისიაზე უბრალოდ აქ იყოს სხვანაირად ჩვენ ეს თანხა რომ ნახეთ ჩვენ გვეგონა რომ უბრალოდ აი წმინდა რაღაცა ის იქნებოდა ფინანსურ ბიუჯეტური საკითხი და აიბიაო ჩვენი გვეგონა და ამიტომ არ მოვიყავით მაგრამ გასაგებია კომისიაზე რომ გადანაწილდა ბიზნობრიობა მაგრამ რომ დაგება და შეკითხვა მაშინ დაუძახე მე ორგანოები პირველ ბიუროზე მეორე ბიუროზე ძალიან გთხოვთ რა ყველა მოდით ვისა დაგება და შეკითხვა მომზადებული იყავით ვინ გჭირდება რა გჭირდება რომ წინასწარ მე დავავალო და მოვუწიო საკითხი კომისიაში და იმასაც კითხვა თქვენ კომისიის და გამიშდა კითხები რა ხელშეწყობა რა დოლია საყიდელი თუ დუდუკი რა სოფიუმაში სიმართლე თქვა სოფიუმის გამიშდომაზე რო ვიყავით იქ ხვის ეს რა გამიშდის და ბიუროზე დავიბარო ამ შემთხვევაში ისტორიაში თავიდან მოიყვანო ბოლოს მოკლედად მეცდები რომ მოკლედ ხო რა გასაგები რომ იყოს მინდა თავის არა გასაგები მოკლედად გავიგე რამოდენიმე თვის წინ იყო შემოსული დაფუძნდა მოკლედ რეგიონალური ანუ შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია შიდა ქართლის ხო თავიდან დავიწყოთ რომ ძეგლთა დაცვის ქართული ჭიდაობა აღიარეს და ნუსხა შეიყვანეს ძეგლთა დაცვის და გამოდიოდა მოკლედ რეგიონალური ორგანიზაცია დააფუძნდა და აირჩია პრეზიდენტი და შემდგომ არამატერიალური კულტურული ისა ძეგლი ხო? ვინ არის პრეზიდენტი? არამატერიალური არის ზუსტად ვერ გეტყვით ახლა აღარ მახსოვს
ეს ბატონი ელაპარაკა ესაუბრა ამ ადამიანს და ფუძნდა ეს ორგანიზაცია შემდგომ უკვე ეს კაცი შემოვიდა წერილ გუბერნიაში შემდგომ გუბერნიის აპარატმა გადმოიწერა ჩვენ აი ამ წერილის საფუძველზე რომ ეს რაღაც შევიდა რაღაცაში ნუსხაში და ხო დაეხმაროთ რეგიონალური მასშტაბის ფედერაციას იმიტომ რომ გვარი მაინც ვითარეთ იქნება ისეთი ყველა გვარი უნდა მახსოვდეს არ უთინია არა უბრალოდ რომ ვიცოდეთ ვინ არის კაცო ხო უნდა ვიცოდეთ პრეზიდენტი ხო ვიცოდეთ 6000 ლარი იქნება მაგრამ არა მარტო 6000 ლარი ის ბაძლებთ ეგ გავაკეთე არა გვარი ხო უნდა ვიცოდეთ რა ქნა ფედერაციის პრეზიდენტია რომელსაც აქვს თავის ბიუჯეტი ახლა გის ქართულში და იქნება ჭოკი ხტომელია კაცო და ხო უნდა ვიცოდეთ ბერუაშვილი რომელსაც აქვს თავის ბიუჯეტი რომელი ბერუაშვილი ეს არა ბერუაშვილი ქარელი მიწაშვილი ალალ მიწაშვილი ფედერაცია გელაც ხო რაღაცაში გელაც ხო რაღაცა გელა არის ქართული ჯიდაობის პრეზიდენტი რომელსაც აქვს თავის ბიუჯეტი 2 მილიონი საკმაოდ კარგად მუშაობს ფოტოჟურნალს ხოლმე შევარდი რა შეძიბეს ბატონობიზინამა დააშინა ესაჭიდაო ყველა თითქმის ყველა ქალაქში ააშინა ამი ყველა ქალაქში ააშინა ესაჭიდაო ისინი გორშიც ააშინა ახალი საჭიდაო არაინებია თუ რა დარბაზი არ არის ხო და თავის დაფინანსებას აქვს ყველაფერი აქვს ჩვენ რაში ვეთქვათ ბატონოს ყველაფერს თავდაპირველად მოთხოვნა იყო 80000 ლარზე მინდა გითხრათ ბოლოში როგორც გადაჭდა ესე იგი შემდგომ უკვე გაბრუნდა მემორანდუმი 80-დან 6000 დავიდნენ არა შეად რეგიონში უნდა მოგროვილი იყო რომ განვითარების წლიდან ეს დეტალები მე ზუსტად არ ვიცი როგორ მოითხოვეს როგორ გაწერეს ყველაფერი მაგრამ მე გეუბნები უშუალოდ ჩვენ მუნიციპალიტეტზე რაც არის და როგორ გასაგებია უკვე ხელშეწყობისთვის, ჩოხების ყიდვისთვის, ტურნირის ტრაქია, ტურნირების ჩატარებისთვის და აი ასე შემდეგ. ტრანსპორტირება ჩამოწვა. უნდა გაზრდილი ქართული ჯიდაობიდან გავიზარდე და იქ ბავშვებიდან მაგათ ჯიდაობ. ამას ვერ ჩამოვთვლიან ხარ. იქ ჩოხის შეპერა, რომ იედენო შეაკერილო სათილარი. ის ჩოხა გეყოფა ალბათ 1-3 წელი 4 წელი. ხო და ეხლა მიმაჩნი ხელშეწყობა რა 6000 ლარი რატომ მას ჩოხის შეგება. მაშინ რაღაცა გაწერო ხოლმე ჩამოთვალ გადმოცემ მე რომ ჩავიხედო მე გაფინანსი აი ჩოხები გავზე ჩოხები მე ჩოხები არა ტრანსპორტი ორგანიზება ორგანიზებას არა ნომერი დაუღალეთ რა დიმავინა როგორი ქოთუაშვილი ქარელი ადამიანია რომელიც სათავეში უდგას აგ რეგიონალურ ფირმას რა ქვია ფედერაცია შიდა ქართლისას ხო და შემდგომ მოვიდა რომ აი ესეთი იყო რომ ყველა მუნიციპალიტეტმა რაღაც გარკვეული თანხა უნდა გაიღოს რომ აი ეს რეგიონალური რატომ უნდა გავაიღოთ აი ეგ არის საქმე ახლა უნდა გაიღოს ეგრე დავალებოს ხელშეწყობა რა შეუძლია აი რა შეუძლია თია კალათბურთის ისე თია კალათბურთის განვითარებისთვის რომ გავიღოთ არ შეიძლება? ხო ამან როგორ ახლა ეგრე? შენ როგორც კალათბურთელი და რაღაცები რატომ ეგა კარგი იქნება? აუცილებელიც არის წიგნი გამოიჩინა. დეტალებში გესახმებით აბსოლუტურად. მემორანდუმი და მემორანდუმის საფუძველზე გადაწყდა რომ წლიურად ჩვენი ანუ გორის მერია გაიღებს აი აღნიშნული რეგიონალური ფედერაციისთვის აი ამ ტურნირების ხელშეწყობისთვის იმათი საქმე გაწერეს 6000 ლარს 80-დან 6-ზე ჩამოვიდნენ? არა უბრალოდ აი ლაპარაკი ნაციონალები დროს ნაყიდ მანქანებს რა აი ეს მაშინაც ეგრე იყო ბევრია თუ ცოტა არა გორიდან თუ არის 6000 ყველაზე მეტი გორიდან და წავიდეს ანუ კაი 6000 ეხლა გამოგვივა ჩვენ აი ტრიპაჩობა გამოგვივა რა თავის ფედერაცია ყავს თავის ბიუჯეტი ყავს აქვს ხო მაგიმას ეხლა რაღაცა ეს არის ვიღაცამ დარეკადა ჭირდება რომ დაგვიმატეთ და როგორც მანქანებს უყიდულობდნენ თავის დროზე იმ პრადუებს ნაციონალების დროს არა ეხლა ეს ცოტა უხეში შედარება ნაციონალებში ვერ შევედრები 6000 ლარზე ვიც საფარალის ნაციონალების დარეკავის და ურეკარა დაავალა გვეუბნებიან წლიურად საჭიროა ამ ფედერაციისთვის 6000 ლარის გადარიცხვა ყველა მუნიციპალიტეტიდან შიდა ქართლისა წლიურად თვეში რამდენი გამოდის რამდენზეა საუბარი 500 ლარი იმისთვის რომ შეწყობა მოხდეს ტრანსპორტირება სასწავლი იქნება ელემენტარულად რო წაიღო ტრანსპორტირება არა არის იცი აი მე მაგალითად რაზე შევდება გული ნინო რაზე შევდება იცი გული
სოფლიო მასშტაბის ქალთა კაპელა ყავს და 10-20 წლის ფორმები. 6000 ლარზე მეტი კი არ უნდა წერილი რომ მიწერე მერიას რომ იქნებ გამოუყოთ ფორმებისთვის მეტი. არა, გული მწყდება თქო რა, აგერ კაცი სპეციალისტია და ამბობს რომ ეს არის ზედმეტი, მაგრამ 2 მილიონი აქვს ბიუჯეტი. რა იყო ახლა? ექსაგიტრი შენ შემოვიტანე, შეიძლება ვერ მოსულიყო იქნებ ბიუჯეტი შემოვხდი ხა წინასწარ ნახოთ, ხა ჩვენ ისეც ვაფინანსებთ მაგ იმას რა ვიყო. ისე დაფინანსება იქნებია. არა, ყავს და მიემართა ხელმძღვანელს. მიმართა. თუნებას მოსწევს განმარტებას. ბატონობრი, აქ არის ლაპარაკი. მოდი ქართული ჭიდაობა. მოდი ჯერ ქართული კაპელა. არა, კაპელა არქიდა დასა განმარტება კაპელაში არ არის საუბარი. მოდი ჯერ გავწევ პასუხი. შეიძლება ბატონობრი შიდა კადრის ჭიდაობის რეგიონალურ ფედერაციას გატოვაძებს სუბსიდიას 700 ლარს და ეს ჩაგვიშალეთ რა ესე რა. დიდი ხანია ჯერ კიდე იანვრის დასაწყისში და სხვა ფორმა ვერ ანახეთ. მოვიდა გუბერნიას წერილი, გუბერნიამ შემდგომ ჩვენ მოგმართა და ყველა ხუთივე მუნიციპალიტეტს რამდენადაც ჩემთვის მაგალითად ეს აღმოჩენა იყო. ქართული ჭიდაობა ქვეყანაში თურმე უკვე აღიარებული არამატერიალურ კულტურულ ძეგლად. გულახდილად მოიწოდი ეს განაცხადი შეტანილი არის ახლა იუნესკოში, რომ ამზაფხულის სესიაზე გაიგოს იმას თუ მოესწრება, რომ სოფლიოში აღიარებული იქნეს არამატერიალურ კულტურულ ძეგლად. ჩვენამდე ეს თემა მოტანილია სპეციალისტებთან იმასთან გავიარეთ ეს არის და ქართული ჭიდაობის ფედერაციის შეწყვეტისათვის დაახლოებით თანაგაწილა თხოვეს რომ დავხმარებოთ. ეს არის მთელი ლაიტმოტივი წინა პერიოდის. იმარ თუ არსებობს ფედერაცია ბოტონ კითხავთ. მე არ ვიცი მაგათი ბიუჯეტი კიდევ მეორე პრემიერის დონეზეც იყო ამაზე საუბარი და მათაც მე საკუთარი მოსაუბრს შევსწრები ვარ. ორ მუნიციპალიტეტს ეს ტრანზაქცია უკვე განხორციელებულია, როგორც ვიცი ეს არის კასპი და ხაშური. თქვენ სამჯერად ყოფდებით და სხვა ფორმა რო ვერ ვნახეთ და რამდენს აძლევენ ქარელი ხაშური და კასპი 6000 ხელფასებია რის ღონისძიებების სქემაც მოვატაინეთ, რა ღონისძიებებს გეგმავენ გორშიც უნდათ აქტიურობის ჩატარება ახლა და მე ძალიან მეეჭება რომ ქართული ჭიდაობის ფედერაციას ეს კიდე ცალკე ფედერაცია ყოფილა შეიძლება ჭიდაობის ფედერაციას აქ 2 მილიონი ჭიდაობის ფედერაციას ჭიდაობას ტყუილი რო არის ქართული ჭიდაობის ფედერაცია არა მათ შედის ქართული ჭიდაობა შედის ძიუდოში არა ცალკე ფედერაცია დამატებითი ინფორმაციები ამ საკითხთან თუ საჭირო არის ფედერაციის ბიუჯეტიდან დაწყებული შეიძლება ოფიციალურადაც მოიწვიოთ სხდომამდე ხო ხდები გულახდილად გეტყვით აბსოლუტურად გულახდილად და მე არ ამას საფუძველი არ ვიცი საიდან მოდის ალბათ სოსუსგან თუ ქართული ჭიდაობას ფედერაციას 2 მილიონი აქვს ბიუჯეტი გულწრფელად გეუბნეთ ამას ხო მე მაგალითად ცოტა ისე შევხედავდი პაპიროსის ფული უნდა მიცეთ თუ არა ქაში უნდა გავერიოთ არა მე კიდევ მეორე არა ეს არის ვიცი მაგრამ ახლა ბოდიშ მოვიხდი ახლა მეგობრებთან ახლა მე საირონიზებოდ ეს თემა არ მიმაჩნია რომ მაწუხებს იმიტომ მოვედით თქვენამდე და აბურთი ერთხელ რომ საკრებულოს თომისთვის კიდევ უკეთესად მომზადოთ ეს ჭიდაობის ამდენად დაისო შეკითხვები თუ იქნება საკრებულოს თომაზე რომ არგუმენტირებული თქვენი ხმაზე ჩვენი ისეთი ბატონობა ეხლა ესე მეკამათებით ძალიან ცოტა ისეთი ხერხული თემაა ხოლმე სპორტზე რომ მეკამათებით ეხლა არა მეწინააღმდეგებიან რომელიც ეს ყველაფერი ხო ჩემ გავლილი მაქვს ეს ყველა ნაბიჯი და ყველა საფეხური და ბოლომწველამდე ვისწრებო ეს როგორ ვითარდება და ამერად ვიგარიარო სპორტსმენმა ბიუჯეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და მეწინააღმდეგებიან ყველაფერი გასაგრებულება ვინ არის მოხრერო ეს საკითხი გადადებდი იქნას საკრებულოს რიგის თომაზე, ამოდი საკითხი. დიახ, ბიუჯეტში.